და ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ სტუდიის სტუმართან ელჩი დიპლომატი კოტე ჟღენტი შემოგვიერთდა დღის ქრონიკის ეთერში. ბატონ კოტე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენი როგორც დიპლომატის მოსაზრება ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის იმ თემაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დროს საქართველოში, გულისხმობ სხვა ქვეყნების დიპლომატების პოლიტიკურ პროცესზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. თუმცა ჩვენი საუბარი ჯერ მინდა დავიწყოთ იმ თემით, რომელიც არის მსოფლიო მედიის და არა მარტო მედიის ყურადღების ცენტრში გულისხმობ ომის დასრულების პერსპექტივას, განსაკუთრებით ტრამპისა და პუტინის გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ. აი რა სურათი ჩანს და არის დღეს თუ არა ის მოცემულობა, როცა შენ შეგვიძლია რაიმე შედეგზე და ასე ვთქვათ ფინალის კონტურებზე ვილაპარაკოთ ომის დასრულების ჭრილში. მოგესალმები ნათია, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ესეთი სახის კონფლიქტები, როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს არ მთავრდება ხოლმე. ისტორია ამას გვაჩვენებს და ალბათ ეხლაც ადვილი რომ ეს არ იქნება, ფაქტია უკვე, თუნდაც ეს ტრამპის პირველი 100 დღე და იმის შემდეგ გავლილი პერიოდი მოწმობს, რომ 24 საათში ორ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ იქ გარდა ამ ორი დაპირისპირებული მხარისა იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჯდობილი მსოფლიოს წამყვანი ძალების, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია. მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რეალობიდან გამომდინარე ვისაუბრო და თუ კი ისევ რეალობას დაუბრუნდებით და გავიხსენებთ იმ წითელ ხაზებს, რომელიც რუსეთს გააჩნია ერთი მხრივ და არ დაუმალავთ ეს არასოდეს და მეორე მხრივ უკრაინა და ზელენსკი აცხადებენ, რომ მათი წითელი ხაზები, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ, თუ სუფთად ამაზე დაყრდნობით ვისაუბრებთ, მაშინ საერთოდ ეჭვის ქვეშ არის ამ ომის დამთავრების საკითხი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა პუტინმა იმ 4 რეგიონის, რომელიც ჩათვალა უკვე რომ ეს რუსეთის ნაწილია, ხელმძღვანელებს დაუძახა კრემლში, გადაიხადა უზარმაზარი ღონისძიება და კონსტიტუციაში ცვლილება და ასე შემდეგ და ეხლა ვიღაცა თუ ელის რომ პუტინი თვითონ და რუსეთის ზოგადად აი ამას ყველაფერს უკან წაიღებს, მე მგონი ეს არარეალურია. ეს არ მოხდება, ჩემი აზრით არანაირად. მეორე მხრივ უკრაინა იძახის, რომ ის არანაირად თავის ტერიტორიებს არ დათმობს, იმიტომ რომ აი დღესაც გაიმეორა თუ გუშინ ზელენსკიმ, რომ ტერიტორიების დათმობაზე არ წავა და კონფლიქტი საერთოდ და ომი თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ჩვენს ტელემაყურებელსაც კონფლიქტის უმაღლესი დონეა ცხელი ომი, ასე ვთქვათ, საომარი მოქმედება. ის თუნდაც ცეცხლის შეწყვეტა ესეთი ომის დროს არ ხდება თუ კი მხარეებმა ერთმა და მეორემ არ შეიგნეს რომ კომპრომისია საჭირო. კომპრომისი ყველაფერი მაინც მოლაპარაკებათა მაგით. რა თქმა უნდა, კომპრომისზე თუ არ წავიდნენ, მაშინ ერთი მხარის გამარჯვება უნდა იყოს და მეორეს დამარცხება. მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს რუსეთის ისტორიაში რუსეთს ბრძოლით და ომით მოპოვებული არ დაუთმია. ერთადერთი შემთხვევა იყო ძალიან მოკლედ გავიხსენებ რუსეთ-თურქეთის ომის 67-78 წლების, როცა პრაქტიკულად კონსტანტინოპოლი აღებული ჰქონდა რუსეთს და გადადო მეორე დილისთვის კონსტანტინოპოლის აღება და ფლოტი დახვდა იქ ინგლისის საფრანგეთის გაერთიანებული და იმის შემდეგ ბერლინის კონგრესზე რომელშიც ძირითადი როლი ბისმარკმა ითამაშა, ოდნავ დაათმობინეს რაღაცეები, მაგრამ სამაგეროდ სულ მალე უკან დაებრუნა ის თავის დათმობები და ბალკანეთზე და კავკასიაში, ჩვენ რეგიონში ისე გააძლიერა პოზიციები, რომ ბატონ კოტე, შეიძლება ხა ომის დასრულებაზე საუბარი ცოტა გულუბრყვილობაც იყოს, კი, შეიძლება გქონდეს ამის სრული, მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე ჯერ შეიძლება ამაზე საუბრავი ნაადრევია, მაგრამ აი ამ წითელი ხაზების გათვალისწინებით ის რომ თუნდაც აი საკითხი მივიდეს მოლაპარაკებათა მაგიდამდე. აი ამის კონტურები რამდენად მოჩანს, თუნდაც გასულ კვირას გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომ მხარეებმა ერთმანეთთან მაინც
საუბრობ. ვატიკანი ახსენა პაპმა ერთ-ერთ შესაძლო ადგილად შეხვედრის. ხომ აი ეს პერსპექტივა რამდენად რეალისტურია? იცით რა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება უფრო რეალურად ჩანს, რა თქმა უნდა, ვიდრე მთლიანად ასე ვთქვათ, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და ასე შემდეგ, ომის დასრულება. ომი სრულდება მაშინ, როცა სამშვიდობო შეთანხმება იდება. როცა სამშვიდობო და აი ცეცხლის შეწყვეტას რაც შეეხება მხარეების მიერ და ძირითადად ტრამპი ამას აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია, რომ ხალხი არ ეხოცებოდეს როგორც ჯარისკაცები, ასევე მოსახლეობა მშვიდობიანი, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან, უფრო უკრაინის მხრიდან მშვიდობიანი. ამიტომ აი ამის მიღწევა უფრო რეალურია, ვიდრე მთლიანად სამშვიდობო შეთანხმების, მაგრამ იქაც ისეთი წინააღმდეგობებია, რომ თუ არ წავიდნენ კიდევ მეორე დათმობებზე მხარეები, ეს არ მოხდება. ვინც არ უნდა ჩაერიოს. ეხლა პაპის ჩართვა, რა თქმა უნდა, ახლად არჩეული პაპია და კათოლიკურ ეკლესიას და წმინდა საღდარს ამხელა გავლენა აქვს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს კიდე ერთი ნაბიჯია დამატებით მშვიდობის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვინც მშვიდობისათვის იღწვის, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ და რომის პაპი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშვიდობისკენ იქნება მიმართული მისი საქმიანობა. არა მგონია პაპის წარმომავლობას მან ჩემი აზრით მნიშვნელობა კონდეს, იმიტომ საიდანაც არ უნდა იყოს პაპი, რომელი კონტინენტიდან, ქვეყნიდან. რომის პაპი პირველ რიგში მშვიდობის და კაცმოყვარეობის სიმბოლოა და ამიტომ ზრუნვის ხალხზე ასე ვთქვათ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს დამატებითი არგუმენტია, მაგრამ ამავე დროს როცა ევროპელი ლიდერების მხრიდან ისმის ისეთი განცხადებები, როგორც ბატონმა მერცმა გააკეთა, რომ თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე და კიდე ახალ პაკეტს მივიღებთ სანქციების. მე-17 პაკეტი მიიღეს სანქციების, ხო? მაგრამ პრაქტიკულად რუსეთმა ბატონო, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს პრაქტიკულად რუსეთმა გადააწყო თავის მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე, ამას თვითონ აღიარებენ და ვერანაირი დიდი ზიანი ამ სანქციების პაკეტებმა რუსეთს ვერ მიაყენა ჯერჯერობით და არც ჩანს იმის პერსპექტივა, რომ რუსეთი ან ჩამოიშლება ბჭყალებში, ან ისე დასუსტდება, რომ ზეწოლით გადაწყდეს ეს საკითხი. ეს არის განსხვავება ტრამპს და მის ადმინისტრაციის პოზიციას შორის და ევროპელი ლიდერების უმრავლესობის, მოდი ესე ვთქვათ და დიდი ბრიტანეთის, რა თქმა უნდა, არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ სტარმერი ზუსტად იგივე პრაქტიკულად იგივე პოზიციაზე დგას. ამიტომ როცა ერთ მხარეს ამერიკას გულისხმობ, არის მუდმივი მოწოდება, რომ აი იმედი გვაქვს მშვიდობის, იმედი გვაქვს, რომ ცეცხლი შეწყდება და მეორე მხარეს, რომ აი თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას და პრაქტიკულად ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს ნიშნავს ირიბ მხარდაჭერას ომის გაგრძელების ევროპელთა პოზიცია. როცა ესეთი სიტუაციაა, ეს გარდა იმისა, რომ სოფლიო ხედავს ამას, თვითონ ზელენსკისაც და უკრაინასაც რაღაცა იმაშვება. აკეზებს, ასე ვთქვათ, უბრალოდ, შეიძლება ამოხრუჭებს იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტას. ჯეფრი საქსის ინტერვიუც გავცელდა, ხო, რომელშიც ის ევროპელ ლიდერებს ომის და სანქციების თემის შეპყრობილებს უწოდებს. თუ მართლაც დადგა ის მოცემულობა, რომ ამერიკა გაიწია ამ მოლაპარაკებიდან, მაშინ რა სურათს მივიღებთ კონტინენტზე? არ მგონია, რომ ევროპას კონდეს, ადრეც მithქვამს, გავიმეორებ, კონდეს იმის რესურსი ეკონომიკური პირველ რიგში, რომ ამერიკა ჩაანაცვლოს უკრაინის დახმარებაში. მე პირველ რიგში გულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ გაგრძელდა ისევე ომი და კონფლიქტი სამხედრო დახმარებას. ფინანსურ დახმარებას, რომელიც შემდეგ გადადის სამხედრო დახმარებაში იარაღის მიწოდება და საჭურველის და ასე შემდეგ და ასე. არ მგონია ევროპის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ გამოსავალი, ამიტომ არის სხვა შორის ევროპელები და მათ შორის პირველ რიგში იტალიის პრემიერი ამასინად განაცხადა კიდე რომის შეხვედრის შემდეგ, რომ ამერიკის გარეშეო არ გამოვა ეგ ამბავი, აუცილებლად ამერიკა ჩართული უნდა იყოს. ამას აცხადებს ნატოს გენერალური მდივანიც. იმიტომ რომ ისინი ცოტა უფრო რეალურად უყურებენ ამ საკითხს, ჩემი აზრით, ვიდრე მაკრონი, ბატონი მერცი და სტარმერი.
ბატონ კოტე, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაც გვაღელვებს, ხო, ბუნებრივია. აი ამ ვითარებაში, ვიდრე საბოლოოდ გაირკვევა რა ბედი ეწევა აი ამ ომს კონტინენტზე, აი როგორ მოჩანს საქართველოს ადგილი აი ამ ახალ რეალობაში, ახალ აი ამ გეოპოლიტიკურ რყევებში. თქვენ კითხვაში ჩანს პასუხის ნაწილი. გეოპოლიტიკა გეოთი იწყება და გეო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვართ. გეოგრაფიულად, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, მაგრამ პირველ რიგში გეოგრაფიულად. ზოგი ამას გზაშესაყარს ეძახის კონტინენტების და ცივილიზაციების, ზოგი გზაგასაყარს, მაგალითად ჰანტინგტონის მიხედვით გზაგასაყარია ალბათ და სხვების მიხედვით გზაშესაყარი. მაგრამ ნუ სადაც ვართ, იქ ვართ და მეზობლებსაც ვერ შევეცვლით ვერანაირად და ეს ჩვენი ადგილი და ჩვენი ადგილსამყოფელი, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი მუდმივად იყო მსოფლიოს წამყვანი გლობალური ან რეგიონული ჩვენზე ძლიერი და დიდი ძალების დაპირისპირების რეგიონი. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც იყო ჩვენი ცდები და დღესაც არის ჩვენი მთავრობის, რომ დაპირისპირების რეგიონიდან თანამშრომლობის რეგიონად გადაიქცეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი, მაგრამ აი ეს პროცესები, რომელზეც აი წინ ვლაპარაკობდით, იმდენად უშლის ხელს ამას, რომ და იმდენად ვართ ჩვენ დამოუკიდებული ამ გლობალურ პროცესებზე, რომ ჩვენ მხოლოდ ამას ნამდვილად ვერ გადავწყვეტავთ და ვერ შევძლებთ. და ამ კონტექსტში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირთან ურთიერთობის დათბობის რისთვის გვჭირდება ჩვენ ევროატლანტიკური სივრცე, ხო, რატო გვინდოდა ყველა ქვეყნისთვის მთავარია უსაფრთხოება თავისი. ჩვენ ევროატლანტიკური სივრცე გვჭირდება იმისთვის, რომ გქონდეს უსაფრთხოების ქოლგა. ვინ არის დღესდღეობით მომცემი ჩვენთვის ამ უსაფრთხოების ქოლგის რეალურად? კი, პერსპექტივაში შეიძლება. უფრო ნატო მაგალითად სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვიდრე ევროკავშირი, მაგრამ ნუ ევროკავშირიც და ევროატლანტიკური ერთად განიხილებოდა ჩვენს მიერ როგორც აი ეს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აი ეს პროცესები, რომელზეც ვსაუბრობთ და მით უმეტეს ეხლა აი ეს წინააღმდეგობები, მოდი ესე ვთქვათ, დიპლომატიურად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, აი ეს წინააღმდეგობები, ევროკავშირს უფრო სწორედ. აი ეს წინააღმდეგობები ჩვენსა და ევროკავშირს შორის. მათ შორის რომელიც დიპლომატების ხშირად არის ხოლმე გამოხატული, აი კომუნიკაცია როცა ასეთ ფორმას იღებს, რა არის ხოლმე ამაში გამოსავალი. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, კარგი წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში არასდროს არაფერი არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს კიდევ გამეორდები მithქვამს, რომ ელჩების ასეთი ქცევა, როდესაც ელჩი ხარ და დიპლომატი ხარ და მით უმეტეს გამოცდილი, რაღაცნაირად საერთო სურათიდან ამოვარდნილია და დიპლომატიური ეტიკეტიდანაც კი და დიპლომატიური წესებიდან ამოვარდნილია. ჩემი აზრით, ეს არის უფრო ინერცია ძველის. მე ასე მგონია. წამოსული მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატია პრაქტიკულად ერთად მოქმედებდნენ. აი ეს ახალი ბიუროკრატია, თუმცა იდეებით ისევ ძველი, ვერანაირად ვერ აყვა ამ ტრამპის ახალ მიდგომებს. იქიდანაც ჯერჯერობით ესეთი განსაკუთრებული ნიშნები არ ჩანს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმდენი პრობლემა დგას ახლა ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე, გლობალური პრობლემები და ისეთი სახის პრობლემები, რომ სანამ დრო ჭირდება ამას, სანამ მივა ისეთ რეგიონამდე და ისეთ ქვეყნამდე, როგორც საქართველოა. დიდი მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის, დიპლომატი ელჩი კოტე ჟღენტი იყო დღის ქრონიკის სტუმარი.